10 წელზე მეტია ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ ღონისძიების ორგანიზატორია. ეს ორგანიზაცია საქართველოში მცხოვრები უცხოელი ქალბატონებისა და ქართველების დაფუძნებულია. ღონისძიებიდან შემოსული თანხებით კი თბილისსა და გორში მცხოვრებ 550-მდე მოხუცს დავეხმარებით. ეს იქნება კვალიფიციური სამედიცინო დახმარებისა და მზრუნველობის აღმოჩენა. ქალთა საერთაშორისო ფონდი წლების განმავლობაში საქართველოში ატარებს საშობაო საქველმოქმედო ბაზრობას და ეს არის ძალიან ლამაზი და ძალიან კარგი ტრადიცია, რომელმაც უკვე ძალიან სერიოზული ფეხი მოიკიდა საქართველოში. ამ საღამოს ამ დღის მიზანია როგორც საშობაო განწყობის შექმნა ბევრი კომპანიებისთვის, ორგანიზაციებისთვის, მხატვრებისთვის, ხელსაქმით დაკავებული ადამიანებისთვის და საელჩოებისთვის წარმოჩინების ასპარეზის შეთავაზება და ამავე დროს ქველმოქმედების გაწევა, რაც ძალიან ტრადიციული და ძალიან მნიშვნელოვანია შობის წინა დღეებში და ძალიან სასიხარულოა. წელს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალთა საერთაშორისო ფონდმა თავის ფოკუს პროექტად აირჩია საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. ეს არის პალიატიური მზრუნველობის სამსახურის არსებობა საქართველოში და მე მინდა გითხრათ, რომ ძალიან მოხარული ვარ, რომ სწორედ ჩვენი პროექტი საქართველოს ამერიკელი მეგობრების პროექტი გახდება ბენეფიციარი ამ საქველმოქმედო საღამოსი და აი ამ საღამოს მეშვეობით შეგროვებული თანხა მოხმარდება საქართველოში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ხანდაზმული ადამიანებისთვის სახლში მოვლის სამსახურის წარმოებას. ეს ქალთა საერთაშორისო ასოციაცია კიდევ ერთხელ მასპინძლობს ტრადიციულ საშობაო გამოფენა გაყიდვას, სადაც მონაწილეობას იღებს 21 საელჩო, 15 ქვეყნის სამზარეულო, საელჩოები გამოფენის თავის პროდუქციას, მაგრამ ასევე ცალკე არის წარმოდგენილი საერთაშორისო სამზარეულოს კუთხე. ასევე მოწყობილია ბავშვთა ოთახი, სადაც ბავშვებს შეუძლიათ ისიამოვნონ სხვადასხვა გასართობი აქტივობებით. არის ლატარია, სადაც თამაშდება ძალიან საინტერესო პრიზები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ისევე როგორც გასულ წლებში ამ ღონისძიებას შერატონ მეტეხი პალასი მასპინძლობს. წელს ფართობის თვალსაზრისით ლიმინს მივახციეთ, მაგრამ კიდევ ვიპოვით არიზმის შემდეგი წლისთვის. ღონისძიებაში 22 საელჩო, 200-მდე ქართველი ავტორი და რამდენიმე კომპანია მონაწილეობს. მიხარია, რომ საქართველოს ცხოვრებმა უცხოელმა ქალბატონებმა მონახეს გზა, როგორ დაეხმანონ გაჭირებულ ადამიანებს.